2019 წლის 21 ივნისის მოვლენები იყო თუ არა ძალის გადამეტება პარლამენტზე განხორციელებული შტურმის მოსაგერიებლად. რუსთაველის გამზირზე საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება 6 წლის წინ განვითარებული მოვლენები დღეს დაზარალებულმა მოქალაქემ და ერთ-ერთმა ჟურნალისტმა გაიხსენეს. მარიამ ქართველიშვილის რეპორტაჟი. გადაკეტილი მთავარი გამზირი, ექსპერტ კრიმინალისტები, გამომძიებლები და 20 ივნის დაშავებულები. საგამოძიებო მოქმედებების ადგილი უცვლელია. პოლიციის ყვითელი ლენტი პარლამენტის წინდილიდან გააბეს. დაზარალებულების მთავარი მისია გაიხსენონ რა ტრაექტორიით და რა მანძილიდან ესროლეს რეზინის ტყვია. ჟურნალისტმა და აქციის მონაწილემ ორმა დაზარალებულმა გახარიას მეთაურობით ჩატარებული საპოლიციო ღონისძიების ქრონოლოგია გაიხსენა. პროკურატურის მთავარი გამომძიებელი ამბობს, რომ დაზარალებულების მონაწილეობით ჩატარებულმა საგამოძიებო ექსპერიმენტმა უნდა გასცეს პასუხი ევროპელი მოსამართლეების მიერ დასმულ მთავარ კითხვებს. შეიძლებოდა თუ არა საპოლიციო ღონისძიების იმდაგვარად დაგეგმვა, რომ ზიანი ნაკლები ყოფილიყო. საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარება მიზნად ისახავს ერთის მხრივ როგორც ინდივიდუალურად დაზარალებულთან მიმართებაში სურათის აღდგენას, თუ რა ვითარებაში მიიღო მან დაზიანება, აგრეთვე მიზნად ისახავს აქციის მიმდინარეობის სრული სურათის აღდგენას და თავის მხრივ შესაძლო დანაშაულის ჩამდენი პირების იდენტიფიცირებას. პროკურატურის გამოძიების შედეგები სახელმწიფომ სტრასბურგის დიდ პალატას უნდა გააცნოს. იუსტიციის მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ ეფექტიანი გამოძიება ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების მტკიცებულებაა. 20 ივნისის საქმესთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს ძალიან მკაფიო მითითებები მისცა, რომ გამოძიება უნდა დაინტერესდეს შინაგან საქმეთა სამინისტროს მაშინდელი ხელმძღვანელობის მიერ, რამდენად სწორად დაიგეგმა სპეციალური საშუალებების გამოყენება. გარდა აი ამ საკითხისა, მოსამართლეები ასევე დაინტერესდნენ გამოძიების მიმდინარეობის ტემპით, მასშტაბით და ასევე აინტერესებთ მათ, როდის არის შესაძლებელი კონკრეტული შედეგები იყოს გამოძიებაში. შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ გამოძიება აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს ძალიან ასე ვთქვათ სწრაფი ტემპით და მნიშვნელოვანი არის, რომ შედეგი მაქსიმალურად დროულად დაიდოს იმისათვის, რომ სახელმწიფომ თავიდან აიცილოს ასე ვთქვათ დარღვევის დადგენა ამჯერად უკვე დიდი პალატის მიერ. საგამოძიებო მოქმედებების დასრულებას და კონკრეტულ სამართლებრივ შედეგს ელოდებიან მმართველ გუნდში. 20 ივნისის პოლიტიკურ პროვოკაციებსა და დაფინანსებული არეულობის შესახებ ყველა კითხვაზე პასუხი უკვე აქვთ. ამბობენ, რომ სახელმწიფოს ინტერესშია სამართლებრივი კითხვები უპასუხოდ არ დარჩეს. არის ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი, ხო, რატომ მივიდა საქმე რეზინის ტყვეების გამოყენებამდე, ამ კითხვას უნდა, ამ მთავარ კითხვას უნდა გაეცეს პასუხი. დარჩენ დავალოდოთ გამოძიების შედეგებს. პოლიტიკური კუთხით ჩვენ შეფასებები გაკეთებული გვაქვს, ყველაფერი დღესავით ნათელია, თუმცა მნიშვნელოვანია გაკეთდეს სამართლებრივი შეფასება. დადასტურდა, რომ ევროკავშირი მფარველობდა მათ, ვინც 2019 წლის 20 ივნისს ძალადობრივ შტურმში იყო ჩართული პარლამენტის წინააღმდეგ. ეს დადასტურდა და ეხლა ამით უნდა იცხოვროს ბრიუსელმა რამენაირად თავისთავად მაშინ შედეგები ჯანმრთელობის მხრივ დადგა სხვადასხვა ადამიანის მიმართ და ამ მხრივაც მნიშვნელოვანი არის, რომ გარკვეული იქნას რა ხარვეზები იყო, რა დანაშაულები იყო, რა იყო გაუფრთხილება, რა იყო განზრახვა ღონისძიების იმგვარი დაგეგმვისა, რომელმაც ასეთი ზიანი გამოიწვია. არსებობს ჩვენი მხრიდან ყველანაირი მზაობა, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება ეფექტიანად აღსრულდეს და ამას მოწმობს ის უკვე არაერთი საგამოძიებო ექსპერიმენტი და მოქმედება, რომელსაც ახორციელებს საქართველოს პროკურატურა. 2019 წლის 20-21 ივნისს 130-ზე მეტი დაზარალებული ყავს. 33-მა დაზარალებულმა საგამოძიებო ექსპერიმენტში მონაწილეობა უკვე მიიღო. გიორგი გახარიას შინაგან საქმეთა მინისტრობის დროს ჩატარებული საპოლიციო ღონისძიების სავარაუდო გადაცდომების გამოსავლენად გამოძიება გრძელდება.